ვისტროგანოვი ყველა მიცით და ბლოგზე მიდევს კიდეც ეს რეცეპტი. დღეს კი მინდა მოვამზადო ქათმის სტროგანოვის სოკოთი. შეიძლება სოკოს გარეშეც. გაძლევთ პირობას ეს სადილი მინიმალურ დროს გაგატარებინებთ გასქურასთან და ოჯახის ყველა წევრი არ აქვს მნიშვნელობა ვის როგორი გემოვნება აქვს, ამ კერძით კმაყოფილი დარჩება. გამოვიყენე ჩემი შეუცვლელი ნოსტეს ქათმის ფილე, რომელიც დავჭერი სასრულ ნაჭრებად და მოვშუშე კარაქში და ცოტა ზეთში, მარილთან და პილპილთან ერთად. სანამ ფილე მზადდებოდა, ამასობაში დავჭერი ხახვი და ფილეს წვენმა დაშრობა რომ დაიწყო, ხახვის ტაფაზე გადავიტანე. შემდეგ ქამასოკო დავჭერი მეოთხედებად და ისიც ტაფაზე დავამატე. სოკომაც რა თქმა უნდა თავისი წვენი გაუშვა და ვაცადე რომ დამშრალიყო. გაჟღლიტილი ნიორი ხომიცით თითქმის ყველა ქართული კერძის განუყოფელი ნაწილია. სოკოს წვენის დაშრობისკენ რომ წავიდა, დავუმატე არაჟანი, მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ დავამატე, იმიტომ რომ აკლდა და ცოტა კიდევ ჭირდებოდა. ასევე ცოტა წყალი და ერთი სუფრისკოვზი ფქვილი, იმისთვის რომ მასა მთლიანად შეკრას. სულ ეს არის, სადილი მზად არის. შეგიძლიათ გარნიერი მოუმზადოთ, ან უბრალოდ პურთან ერთად გემრიელად მიირთვათ.